განახორციელეს მათ და მათი დამკვეთი გამოდის საქართველოს ხელისუფლება. Prokuraturas მიმართავს კიდევ ერთი მოკლული გენერლის ადვოკატი წოროინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველი გენერლის ლიკვიდაციაში აჭარის კუდის უფროს სამმართველოს ხელმძღვანელსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რამდენიმე მაღალჩინოსანს ადანაშაულებს. რამინ პაპიძის მტკიცებით საქმეში ფიგურირებენ პროკურორებიც, რომლებმაც საქმე ამ დრომდე განგებ არ გამოიძიეს. ადვოკატი პროკურატურისთვის ახალ მასალებს ამზადებს და კუდის უფროსის დაუყოვნებლივ დაკითხვას მოითხოვს. ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული შავაძე 4 წლის წინ დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით პატიმარმა გაქცევასსა და რა დროსაც ის კუდის თანამშრომლებმა ბადრაგირებისას სასიკვდილოდ დაჭრეს. მივიღე ინფორმაცია, რომ მისი მკვლელობა განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარე თემურ პატარიძემ, მისმა მოადგილემ ალეკო ბალაძემ, გიორგი ჩიქოვანმა და სხვა პირებმა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანმა თემურ მახარაძემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესან კონცელიძე, რომელიც გახლავთ ამავე სამმართველოს უფროს მოადგილე და მათ ფაქტურად აწარმოეს გამოძიება არასწორი მიმართულებით, მიზანმიმართულად მოახდინეს მას ფაქტების გაყალბება.